გამარჯობათ. დღეს ჩვენ გვაქვს პოდკასტი მე ვარ. ოღონდ მარტო მე ვარ. და პრინცესა, ქალბატონი პრინცესა. ხო და გადავწყვიტე ესე ჩამეწერა იმ პოსტზე, რომელიც დავდე, რომელმაც გამოიწვია, რა თქმა უნდა, ხალხის აღშფოთება, აბა ესე მერწყული რაღაცა სიგიჟეებს რო წერს, საერთოდ რას ფიქრობს, ხო და პოსტი იყო სიშიშვლეზე. იქ ზოგმა დამიწერა ეგ ანტიქრისტეს ის არისო, ზოგმა ის, ზოგმა ეს. აბა ტიტლიკანებმა ვირბინოთო, ჩემი პოსტის შინაარსი არ იყო ტიტლიკანობა ან ტიტლიკანად სირბილი. არა. ჩემი პოსტის დედააზრი, რაშიც იდო, არის ის, რომ თუ ჩვენ ჩავთვლით ბიბლიურ სიუჟეტს გავყვებით და ჩავთვლით, რომ გველმა შეაცდინა, გველი არის სიბრძნე საერთოდ და სიბრძნე მოეცა ცხოველს. ეხლა ეს ამ ცხოველში სიბრძნე რო ჩავდოთ, როგორც ადამ და ევას, პირველი შეგრძნება და შეგნება ექნება იმის, რომ ეს სირცხვილია, ტიტლიკანაა და ბანჯგვლებიანია. სირცხვილია და რომ ეს არ შეიძლება. პრინცესა, რამ ხელა კლანჭები გაქვს და დასაჭრელი გაქვს? ჩემი სიხარო. მაცადე აქ თუ არის დაუჭრათ ახლავე. არ არის აქ, აი, წადი. ხო და პირველი არის, ასე ვთქვათ, ეგ, რასაც ნებისმიერი ცხოველი გაიაზრებდა, რაც ქნეს ადამმა და ევამ მაგალითად, ხო, რომ ფოთოლი აიფარეს, რომ უიო, შოლები ვართო. კატებო, არ გაგიჟდეთ ახლა. ხო, გიფიქრიათ ოდესმე იმაზე, რომ რატო არის ყველაზე სექსუალურ ტანსაცმელად მიღებული, რა არის საერთოდ ყველაზე სექსუალური ტანსაცმელი? ეს არის საცვლები და ინტიმური სამოსი. ანუ ეს არის ბიუსგალტერები, ტრუსები, სტრინგები. ჩვეულებრივი ტრუსი ფოხანი არ არის ისეთ სექსუალური, როგორც არის სტრინგი. მაგიტოა, რომ გოგოები სტრინგებს ატარებენ, ხო? ხო და რატოა ეს? რატო არის, რომ ჯერ ჩამოვთვლი ვარიანტებს და მერე გავაშინაარსოთ. რატო არის ისე, რომ მაგალითად დღევანდელ პოპ კულტურაში თუ საერთოდ მასმედიურ კულტურაში, დასავლურ კულტურაში არის მიღებული, რომ თავარი ქალი გმირები, აი გულისხმობ მუსიკოსებს, მომღერლებს, ანუ მსახიობებს, ისეთ გავლენიან ადამიანებს, რომლებიც არიან რეალურად ინფლუენსერები. მე არ გულისხმობ TikTok ინფლუენსერებს, არამედ გულისხმობ მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებს. რატომ არიან, რომ დღეს, ანუ რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო იხდიან. მაგრამ დამერწმუნეთ და დამიჯერეთ, ბოლომდე არასოდეს არ გაიხდიან, ვინაიდან და რადგანაც ზუსტად აი ეშმაკის და ეს ჩვენ ყოფთ ეშმაკის და ღმერთის თამაში ძალიან წვრილ ბეწვზე გადის ყოველთვის. ეშმაკს ყოველთვის აქვს იმის უნარი, რომ ყველაზე რადიკალურთან მივიდეს, მაგრამ ზუსტად იმ რადიკალურთან, სადაც არის სრული ყველაზე დიდი ჭეშმარიტება. რას გულისხმობ ამაში? ამ პოპსტარებს დღეს რო დაუკვირდეთ, ყველა შეიძლება თავიდან იწყებს ძალიან ისე, რა ქვია, როგორ თქვა, მონაზონივით, ძალიან საყვარლად რაღაც, მერე ნელ-ნელა იხვეწება, ნელ-ნელა რაღაც მონადირე ქალს ემსგავსება. მონადირე ქალი, ხიშნიკი ქალებს რო ეძახიან, ხო, არის მამაკაცური ქალი, იმიტომ რომ მონადირე არის მამაკაცი. ქალი არ უნდა იყოს მონადირე, კაცი უნდა იყოს მონადირე, ხო? და ქალი უნდა იყოს კერის მფარველი.
ასე ვთქვათ. ეს არის ორი ფუნქცია, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ დუალურ სამყაროში ვართ, სანამ ბუნებრივად ქალი იბადება და ბუნებრივად კაცი იბადება, მანამდე ვართ ესეთ სამყაროში. ხელოვნური ჩარევებით და რაღაცებით არ ვსაუბრობ, არა. ვსაუბრობ აი XY ქრომოსომებზე. ხო და შემდეგ აი რებელა ხიშნიკ ქალსენს გავსება, ასე ვთქვათ, სექსუალურს ძალიან გამომწვევს, მე ნელ-ნელა იხდის და რაღაც უკვე მე სატანისტურ რიტუალებშიც გადადიან, თითქმის ყველა ვინც კი არიან ამ პოპ კულტურაში, თუ გაქვთ შემჩნეული. და ეს სატანიზმიც ძალიან ისეთი მცნებაა, ყველაფერი ამ სამყაროში არის დუალური და სატანიზმიც რისგან არის სიმბოლიკები აღებული, რომ იცოდეთ, რომ ყველაზე უმაღლესი სულიერებიდან არის სიმბოლიკები აღებული და ყველაზე დეგრადირებულად და ყველაზე მახინჯად არის გამოყვანილი და პირიქით არის შეფუთული, აი როგორც გველი არის სიბრძნის სიმბოლო. და არის დაცემის სიმბოლოდ, ხო? წარმოჩენილი. და აი ესე არის წარმოიდგინოთ ყველა რელიგია, ყველაფერი რაც კი იცით, თლიანად რომ იყოს რაღაც მასშტაბური ამ თამაშის გეგმა, სადაც ესე გაგზარდეს და ჩვენ სანამ ესე გაგზარდეს და ეს გონია ჭეშმარიტება და სანამ ჩვენ სრულად ყველაფერს არ დავანგრევთ და ჩვენ თვითონ არ გადავხედავთ. დაიცა, ეს არის ვაფშე ჭეშმარიტება და განა იმაზე დავიწყებ მსჯელობას. არა, მე რატომაც მსჯელობ ან ბიბლიით, ან სახარებით, ან რაღაცა, იმიტომ რომ ეს თქვენთვის ნაცნობი თემატიკაა და მანდვე მინდა დაგაფიქროთ. თორე მაგას მე ეგ ცოდნა ჩემში იქიდან არ მოდის, ეს ცოდნა სხვა მხრიდან მოდის, ამის განხილვით არ მოსულა. ამის განხილვით მე მაქვს საშუალება თქვენ აგიხსნათ ის რაც ცოდნაც მე მაქვს. მე ხო ვერ გამოვალ და ვერ ვიტყვი, ეს ასეა. არა, მე ვცდილობ რომ დაგიკავშიროთ იმ ყველაფერთან, რაც თქვენ იცით. ხო და ეს პოპსტარები, ეს ვარსკვლავები საბოლოო ჯამში მიდიან იქამდე, რომ გამოდიან უკვე კუპალნიკებში, ტრუსიკებში, რაღაც ვულგარულ რაღაცებში, ანუ ვულგარული რა არის? როდესაც შენ პატარა რაღაცა ნაკლეიკები გაკრია, პატარა თოკი გაქვს გამობმული და ეს არის ზუსტად ვულგარულობა და არა ის, რომ შენ სრულად გახდილი ხარ. ზუსტად ის მომენტი და ის მდგომარეობა სხეულზე, რომ შენ უფრო და უფრო ცოტა ტანსაცმელი გრჩება, ერთი რადიკალიზმია, რომ სულ ეს იმებში რო არიან, ჩადრებში რო არიან, ჩაცმული, შავებში, რა ქვიათ მაგათ არ მახსოვს, ხო? მეორე ასპექტი არის, რომ მე მცირდება ტანსაცმელი რაღაცა, მე ნელ-ნელა მოკლდება კაბა და აი გამომწვევა დეცვა. კი, ანუ გამომწვევია, მაგრამ გამომწვევი რატომაა? ზუსტად იმ ტანსაცმლის გამოა გამომწვევი. ხვდებით? ანუ ნაჭრის სიმცირე ნელ-ნელა განაპირობებს იმას, რომ უფრო და უფრო, რაც უფრო მცირეა ნაჭერი, უფრო მიმზიდველი და სექსუალურად აღმაღზნებია ქალი კაცისთვის. სრულად შიშველი ქალი ძალიან ბევრი ცხოველური კაცისთვის არ არის სექსუალური. საერთოდ. ძალიან ბევრი კი არა საერთოდ. არ არის სექსუალური, იმიტომ რომ ეს არის პირველშობილი, ანუ რაც არის, რაც არ ბუნებამ დაგაბადაო, ხო, აი, რაც გააგაჩინა დედა ღმერთმა, მამა ზეციერმა, ესე მიყვარს თქმა, ის არის, რაც არის. და მაგაში არაფერი არ არის, როგორ იცი? ვნებიანი კი არა, რაღაც ბინძური არაფერი არ არის მაგაში. სუფთაა. ეს ცხოველი ეხლა ასეთი რო არის და ფუმფულა და საყვარელი სუფთაა. მე არ მჭირდება ტრაქს რომ მომიშვერს ხოლმე რომ ვაიმე დავაფარო ეხლა. ეგ არის აღქმა ზუსტად სამყაროსი და ჩვენ მაგ რაღაცებს არ ვუღრმავდებით. მე ვცდილობ რომ ჩაგაღრმავოთ ხოლმე, ზოგი იგებს, ბევრი ვერ იგებს და მაგიტო ახლა ვცდილობ რომ უფრო ფართოდ გავშალო ეს თემა. ხო და მოდი გავყვეთ ჯერ აქედან, რომ რაც უფრო
პატარავდება ნაჭერი, მით უფრო დიდი სურვილია ადამიანში, აი იმ მხეცში, მონადირეში, რომ ესეც გააძროს. ანუ ეს რაღაცა აღიზიანებს უკვე, ხვდები? გამაღიზიანებელი ფაქტორია. და ზუსტად აქედან იქმნება კომენტარებში კარგად დაიწერა კიდეც, რომ ეშხიაო ეგო ქალისო. ზუსტად ეგ ეშხია, რაც მერე განდომებს იმ ქალს. და ეს ეშხი, ანუ ეს ტანსაცმელი რომ გავხადო და აქ ტიტლი განემართლა რომ ვიჯდე, ნუ გასაგებია რომ ეს ცნობიერი ადამიანისთვის დღევანდელ სამყაროში ანუ ძალიან შეუძლებელია, მაგრამ მომავალში, რავი, 1000 წლეულების მერე სრულად არ გამოვრიცხავ მაგას, რომ ადამიანები, რავი, ძალიან ბუნებრივი იქნება მათთვის ბუნებრივად ყოფნა. ხო. მაგრამ ამ ეტაპზე, როგორც ქრისტე 2000 წლის წინ რაღაცას რო საუბრობდა, დღემდე ვერ გაგებულა და როგორც ქრისტე რო საუბრობდა მაშინ და ჯერ ამ ეტაპზე ესო საკმარისია რაც გითხარითო, მან δεუბნება თავის მოწაფეებს. ვისაც გაქვს ახარება დაკითხული, მე ხა მეზარება ხოლმე თქვენთვის ეს გადმოღება და კითხვა რა, დაჯექეთ, წაიკითხეთ და ცოტა გაიაზრეთ რა არის და გაიგებთ. რატო ჩხუბობ რამე. ხო და მოკლედ მან ქრისტე ეუბნება თავის მოწაფეებს ამას, რომ რამდენის დატევასაც თქვენი ტვინი შეძლებდა, იმდენი დაგიტოვეთო. ხო და მე ცოტა იქით მივდივარ ხოლმე. უბრალოდ მე მინდა ავხსნა უბრალოდ მინდა ავხსნა რეალური რაც არის, ნამდვილი რაც არის. იმის მიუხედავად, რომ ეხა შესრულებადი ნამდვილად ვიცი რომ არ არის. და ზუსტად იმან ვინც ერთ კომენტარი დამიწერა, წავიკითხავ თუ გინდათ მაგ კომენტარს, ინდოეთში იყო ესეთი სოფელი, სადაც ქალები შიშულები დადიოდნენ და ერთმა კაცმა ჩამოიარაო და ამ ქალებსო ხელი არ აუფარებიათო და მეორე კაცმა ჩამოიარა და ქალებმა ხელი აიფარესო და კითხა იმ კაცმა მეორემ, რომ რატო აიფარე, წეღან იმაზე ხო არ აგიფარებიათო და იმიტომ რომ იმაშიო ცხოველური ინსტინქტი არ ყოფილა, ანუ ხორციელი სურვილი არ ყოფილა, წმინდა იყო ის კაციო, მოკლედ რა, რაღაცა ესეთი ისტორია კომენტარი დამიწერეს. ხო და ძალიან კარგი ისტორიაა, ხო, მართლაც რომ და ეგ არის ზუსტად. ანუ პირველი ცოდვით დაცემა, რასაც ვეძახით ცოდვით დაცემა, ანუ სიბრძნის ცხოველში ჩადება, გამოიხატება რითი? კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან შეჭამა ადამმა და ევამ, ხო? კეთილისა და ბოროტის შკალა გვაქვს ჩვეულებრივად. და ეს შკალა მიდევს ჩემ Instagram გვერდზეც, რომლის პირველი საწყისი, ყველაზე დაბალი ვიბრაცია, ეს მთელი სამყარო რაც არის ბიოქიმიური, ელექტრომაგნიტური პროცესი. და რაც არის ძირში ყველაზე დაბალი ვიბრაცია, რაც არის პირველი, რაც გაუჩნდება ადამ და ევას, არის სირცხვილის გრძნობა. სირცხვილის გრძნობა არის ყველაზე დაბალი ვიბრაცია, შიშზე დაბალი ვიბრაციაც კი. უმწეობის განცდას იწვევს სირცხვილის გრძნობა. ხო და აი ესე მეცნიერულად რო შევხედოთ, როგორც ვიბრაციებს, როგორც სიხშირეებს უფრო სწორედ, როგორც მათ მნიშვნელობებს, როგორც მათ რო ანალიტიკა რო ჩავრთოთ უბრალოდ, მივხვდებით, რომ თურმე ზუსტად ეს სირცხვილია, ზუსტად ეს მდგომარეობა, რომ შენ რაღაც უნდა დამალო და იმ დამალვიდან იწყება საწყისი, იმის რა ბოროტებაც კი ხდება დღეს დედამიწაზე, ყველაფრის ფუძე არის დამალვა. სადმე რამე თუ ცუდი ხდება, ყველაფრის ძირში დევს დამალვა. შემდეგ იზრდება ის შიში, შემდეგ იზრდება სირცხვილი პირველი, ანუ დამალვა. ყველაზე დიდი ბოროტება კეთდება ყოველთვის დამალვით. ასე რომ, აი სიბრძნე თუ გვინდა გავაცნობიეროთ რაც არის, პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეგ არის. რომ სიბრძნის მიღებით, ანუ კეთილისა და ბოროტის შეცნობით ჩვენ სიბრძნე მივიღეთ.
და ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ამ სიბრძნის დაბალი მხარეები, ანუ დაბალ ვიბრაციული შრეები და რას ნიშნავს გავაცნობიეროთ დაბალ ვიბრაციული შრეები. მე როდესაც ვიცი, რომ კატა არ მიკმენს, მე არ მეშინია, რომ მას მოვეფერო. ანუ მე შევიცანი ეს. როდესაც ჩვენ იმ დონეზე საკაცობრიობა იქნება ეს ოდესღაც, მაგრამ როდესაც იმ დონეზე ავა კაცობრიობა, რომ გაიგებს, რომ სხეული არ არის სირცხვილი და რომ წარმოიდგინოთ ახლა, რომ ყველა ქარი და კაცი, რომელსაც თქვენ ხედავთ დღის მანძილზე, არიან შიშვლები, აღარანაირი ის განცდა, იმიტომ რომ ხილულია ყველაფერი და ის განცდა, რომ აი ის ქალი მინდა მე, ეგეთი მომენტი აღარ იქნება, იცით? უკვე ადამიანს გან იმით მოიწონებ, რომ აი გავხადო და შიგნით რა არის და როგორია და არა, უკვე აქ დაიწყება უფრო მაღალ ზნეობრივი, მაღალ ინტელექტუალური, მაღალ სულიერი ურთიერთობები. სადაც ჩვენ სხეულით და ხორცით კი არ ვაფასებთ ერთმანეთს, არამედ ვაფასებთ შინაგანი სამყაროთი ერთმანეთს და შინაგანი სამყაროთი ვუგებთ ერთმანეთს. და არა იმით, რამაც ვია, როგორ გავიკრასკე, როგორ გავიკეთე თმა და ხო, როგორ დავიბერე ტუჩი თუნდაც თუ როგორ გავიკეთე ცხვირი და არა მაგით. როდესაც ჩვენ ვიზუალს ვცდებით და მივდივართ სიღრმეში, ხო? ხო და მომე ჩემი სიხარული, მომე ჩემი სიხარული. ხო და არ ვიცი ჩანს თუ არა კამერაში, მაგრამ ეს არის სიყვარული გოგო. ჩემი სიყვარული გოგო. ხო და შეუცნობელის შეცნობა, ანუ ნებისმიერი დაბალ ვიბრაციული რაღაც საკითხის დემონების მეშინია და რო შეიცნობ ეს დემონები, რომ შენივე ჩრდილებია, რო შეიცნობ საიდან მოდიან, რომ უკვე აღარ არის შიში, ხო? რო შეიცნობ, რომ სირცხვილი ზუსტად იმის გარემოება, რომ მე სიბრძნე მივიღე, შენთვის ეს უკვე აღარ არის სირცხვილი. ერთმა დამიწერა კიდე კომენტარი, რომ არაესთეტიური არისო, ძალიან დიდი ბოდიშით რა. აი, ეგრევე წავედი იმაზე, რომ ძველ საბერძნეთში საერთოდ არ ესმოდათ ესე იგი ესთეტიკა. როდესაც შიშველ ქალებს და კაცებს აკეთებდნენ მარმარილოსგან. არაესთეტიური არისო შიშიშვლეო ხალხო. ვიცი, რომ ძალიან სხვა სამყაროში ვცხოვრობ მე და ძალიან ზეიმეებიდან ვიყურები ხოლმე ბევრ რამეში, მაგრამ ეგეთი რაღაცა მაინც რა არის ახლა, რა არაესთეტიური. ეგ არის ის ჩარჩო, რომელშიც ჩვენ ჩაგვსვეს იმისთვის, რომ ადამიანმა ისწავლოს დამალვა, დაფარვა რაღაცეების. მე არ ვამბობ, რომ ეხლა გაიხადეთ და ტიტლიკანებმა ირბინეთ, მე ვამბობ, რომ ამ იდეაზე იფიქრეთ. ამ იდეის ფუძეში ჩაძვერით და მიხვდებით, რაც ხდება დღეს სამყაროში, ყველაფერი ზუსტად ამ დამალვის ბრალია. კიდე ის დემიურგი ჩვენი ბატონი ძველი ბიბლიიდან, როდესაც ბაბილონის გოდოლის მშენებლობა დაიწყო ხალხმა და ერთ ენაზე რო საუბრობდნენ, რა გააკეთა? გადაუმალა მათ ერთმანეთის გაგება. ანუ დაუშალა მათ ენები, რომ მათ ერთმანეთი არ გაეგოთ. ერთმანეთის არ გაეგოთ, ანუ დამალა ეგეც. ერთმანეთისგან დამალა ისინი. ანუ ბაბილონის გოდოლში კიდე არის ესეთი ამბავი, ეგ ჩემი შეთხზული ისტორიაა, რომ მაგ ეტაპზე ადამიანმა დაიწყო ტყუილი, ანუ ჰქონდათ მიღწეული რაღაც ეტაპს, რომ არ ეტყუებოდნენ და ვიღაცამ დაიწყო ტყუილი. ტყუილი საიდან მოდის? ტყუილზე მახველებს ესე იგი. ტყუილი მოდის ზუსტად იმ დამალვის სურვილიდან. ჩვენ როდესაც გაგვიაქტიურდება ტელეპათია, ჩვენ უკვე ვეღარ მოვიტყუებით. ხო ასეა. ანუ ბაბილონის გოდოლში, როდესაც აშენებდნენ, ჩემი აზრით,
ეს ადამიანები არ იტყუებოდნენ და ერთმანეთის ესმოდათ ტელეპათიურად, მაგიტო იყო, რომ ერთი ენა ქონდათ. ერთ-ერთი ჩემი ვარიანტია უბრალოდ. ხო გახსოვთ ფანტასტიკური ჟანრის წიგნს ვწერ. ხო და ეგ დამალვა იწვევს და ეგ ტყუილი იწვევს ადამიანში ყველანაირ ცუდ თვისებას, ყველანაირ ბოროტებას დედამიწაზე. ამას გავიმეორებ ძალიან ბევრჯერ, რომ გაიგოთ, რომ მანდედან მოდის. აი პირველი აქტიდან, სადაც ადამიანი თავის სხეულს ფარავს. იმიტომ რომ ადამიანს ეს სხეული მიეცა ღმერთისგან, სახად და ხატად ღვთისა, ხო? რაც არის, ვინც არ უნდა შეექმნა ჩვენი ვარიანტი საბოლოო ჯამში, ეგ არის რაც არის. იმიტომ რომ მე როგორც მაგალითად ადამიანი როგორც დემიურგი მაინც ქმნის იგივეს თავის ნაირს. ხვდებით? ანუ რობოტს ქმნის ორი ფეხით, ორი ხელით. ანუ ეგ საწყისი ვარიანტი ჩვენ ყოველთვის ხელოვნება რა არის? რეფერენსებია, ხო? ანუ მე იქ ვიღაცისთან რაღაც ვნახე და მე ჩემთან ესე გადმოვიტანე. მე ინსპირაცია მომცა იმ რაღაცამ და მე ესე შევქმენი. ამიტომ ყოველთვის ხატად და სახად შექმნის და ყოველთვის აი ესეთი ფორმის იქნება ადამიანი. ადამიანი და ღვთაებრივი არსება. ხო და კიდე რა იყო? ხო, არა ესთეტიკურიო და კიდე რაღაც კომენტარები იყო, რომელიც პასუხიც მინდა და ჩამეწერა. შევხედავ ახლავე. თქვენ თავად რატო არ დადიხართ შიშველი? ამაზე მგონი გავეცი უკვე პასუხი. ასეთ სამყაროში, სადაც ადამიანი ცხოველის ცნობიერშია ჯერ ვერ იბლის შიშველი. ჯერ ეს ტვინამდე უნდა დავიდეს. და ეს პროვოკაციული პოსტი აიძულებს at least minimum ადამიანს რომ ცოტა სხვანაირად მაინც შეხედოს, მაგრამ როგორც ხედავ ვერა, მაინც ვერა რა, რაღაცა ვერ მიდის ბოლომდე. კაი. კიდე რა იყო? ხო, კიდე ფსიქიკური დარღვევა არისო და დედა რო აჩენს ბავშვს, ესე იგი ფსიქიკური დარღვევაა ეგეც, იმიტომ რომ ჩაცმულმა უნდა გააჩინოს ჩემი აზრით რა. რაღაცებს ვემალებით ხოლმე რა, ანუ რაღაც ბუნებრიობას ვემალებით და ყოველთვის მალავთ, აი ვემალებით, ხო, სულ რეალობას ვემალებით ასევე. ვიღაცისთვის თურმე შიშველის სხეული არაესთეტიურია. ანუ ხვდებით როგორ არ ყავს ჩვენი თავი მიღებული? და კიდე ერთი კარგი პასაჟია ასეთი სახარებიდან, სადაც იესო ასევე ამბობს, რომ იყავი ბავშვივით, ჩვილივით, ანუ ბავშვივით თავისუფალი, ხო? თუ რაღაცა ესეთი ამდაგვარი რა, იდეა ეგ იყო რა. ბავშვი რო ტიტლიკანად ანტალებს, რა განცდა გიჩნდებათ? ეგეთივე განცდა უნდა გქონდეთ ნებისმიერ ქალზე, რომელსაც შიშველს დაინახავთ. ამას კაცებს მოგმართავთ. იმიტომ რომ ქალს დარწმუნებული ვარ, რომ ტიტლიკანა კაცი რო დაინახოს, ზიზღი მაქსიმუმ შეიძლება ზიზღი გაუჩნდეს. და ის არა რომ ვაიმე ეხლა ამ კაცს გავგლეჩ. არა, აი ეგ არის სხვაობა, ხვდებით? ხო, ამიტომ აქ კაცებს აქვთ სამუშაო ძალიან სერიოზულად. და კაცებზე მუშაობა ყოველთვის ხდება, როგორც გახსოვთ, გითხარით ქალების მეშვეობით.
ამიტომ ღმერთმა ხელი მოგვიმართოს, ხო, როგორც არის. ხო, პრინცესა. მეძინებოდა, მაგრამ ავდიქი და ჩავწერე მაინც რაღაცა და გამოვა.